ეფექტური და ჯანსაღი ფორმულა, ისევე როგორც ყველა სიბრძნე, რომელიც რეალურად მუშაობს, არის ძალიან მარტივი. და ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თვითონ საკუთარი ძალებით დაიწყოს ისეთი რამის კეთება, რისკენაც უფრო გული მიუწევს და სიამოვნებს და ის სიამოვნოს პროცესით, ანუ ისეთი რამ აკეთოს, რისი კეთების დროსაც თავს გრძნობს სასიამოვნოდ და კარგად და არა მხოლოდ ელოდოს ჯილდოს შედეგს. ვინაიდან, როდესაც ადამიანი ელოდება ჯილდოს, ის არის განწირული იმისთვის, რომ დაფრუსტრირდეს. ეხლა როგორ ხდება ეს? როდესაც მე მაგალითად მაქვს მიზნად, რომ ვიშოვო $1,000,000 და არა აქვს მნიშვნელობა რითი ვიშოვი, მთავარია ვიყო მილიონერი, ხო? ეს არის ვთქვათ ჩემი მიზანი. და ეს არის ჩემი ჯილდო. რომ არ ვიცი, რამდენიმე წელი ესე და ესე რომ მოვიქცევი, ამადა ამ ბიზნეს მოდელს რო წავყვები, ამ რამდენიმე წლის მერე ვიშოვი $1,000,000 და ვიქნები მილიონერი და ეს არის ერთადერთი დრაივი, რის გამოც მე ვქმედებ, ხო? ეხლა რა არის აქ, რითია განწირული ამ ადამიანის მდგომარეობა, რომ დაფრუსტრირდება. არადა $1,000,000 კარგია, ხო მართალია, როდესაც $1,000,000 აქვს ადამიანს, 1000 რამ შეუძლია რომ გააკეთოს, მაგრამ ეხლა რაშია საქმე, რომ როდესაც მხოლოდ ჯილდოა მიზანი და როდესაც მხოლოდ ჯილდოზე ფიქრი იწვევს სიამოვნებას, აქ ირთვება ადამიანის ფანტასტიკური უნარი, რაც მხოლოდ ადამიანს აქვს, რომ იფანტაზიროს, იოცნებოს და წარმოიდგინოს, როგორია $1,000,000 ქონა. და ის ძალიან ბევრ რამეს წარმოიდგენს. ეხლა ეს $1,000,000 შეგიძლიათ გადაავრცელოთ ძალიან ბევრ რამეზე, მაგალითად, ქორწინებაზე, მაგალითად, სახლის ყიდვაზე, მაგალითად, მანქანის ყიდვაზე, მოგზაურობაზე, მეგობრების გაჩენა, ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანი მიზნად დაისახავს და იქითკენ მიმავალ გზაზე არის მხოლოდ მოთმენა იმისათვის, რომ ეს მიიღო ეს ჯილდო. განწირულია იმისთვის, რომ დაფრუსტრირდება ადამიანი, იმიტომ რომ ერთადერთი ასე ვთქვათ დრაივი, რასაც მოაქვს, არის ამ მიზნის ირგვლივ ფანტაზიით ტრიალი. რო აინახე კი, ეხლა ვთქვათ, იატაკებს ვხეხავ, მოხუცებს ვული, არ ვიცი, შეიძლება რაღაც ისეც ვაკეთებ, რაც მე ეხლა მაფრუსტრირებს, ჩემს ფსიქოემოციურ სხეულს აყენებს ტკივილს. ეხლა ეს მაგალითები მომაქვს, თორე შეიძლება მე მსიამოვნებს მოხუცების მოვლაც და იატაკის ხეხვაც. პირობითად ვამბობ. შეიძლება, არ ვიცი, უკრავ სცენაზე იმისთვის, რომ მე რაღაცა 2-3 წლის მერე რაღაც ისეთი კონტრაქტი ავიღო, რომელიც მე $1,000,000 მაშოვნინებს, ან ბევრ მეგობარს შემძენს, ან ბევრ რაღაცა მიზნებია რა, იყო სცენაზე დგომა, რა მნიშვნელობა აქვს რა არის. ან არ ვიცი, ფსიქოლოგიას ვისწავლი, და მხოლოდ იმისთვის ვისწავლი, რომ მე ფსიქოლოგი რო გავხდები, ხალხი არ ვიცი, პატივისცემით შემომხედავს, ან 1000 რამ შეიძლება იყოს ეს მიზანი რა. და იქამდე მოვითმენ ახლა ლექციებს, მოვითმენ ყველაფერს, არაუშავს მოვითმენ იმას ექსპერიმენტებს, მოვითმენ თანხის გადახდას, იმიტომ რომ მე ამოვიღებ იმას, რაც ჩემი მიზანია, ხო? თუ ასე ვარ მე განწყობილი და რაც უფრო ხშირად ვახსენებ ხოლმე სიტყვა განწყობას, მით უფრო ხვდები, რომ უზნაძე იყო გენიოსი. ძალიან დიდი გენიოსი. შეიძლება არანაკლები, ვიდრე ფროიდი და სხვა ძალიან ცნობილი სახელები. და თუ ასე ვარ მე წინასწარ განწყობილი, რომ ერთადერთი ბედნიერება იქნება, როცა ჯილდო მოვა, აუცილებლად დავფრუსტრირდები. იმიტომ რომ მთელი ამ პროცესის მანძილზე თმენის პარალელურად მე ვაკეთებ წარმოსახვებს და ფანტაზიებს, რას მომიტანს მე ჩემი ჯილდო. და შეუძლებელია მომავალში ზუსტად დაინახო, რას მოგიტანს შენი ჯილდო. ჯილდო ძალიან კარგია, მე ისიც მეორე ექსტრიმია, რომ ფეხებზე მკიდია შედეგი და მოდი მხოლოდ პროცესით ვისიამოვნებ და რაღაცნაირად, როგორ გითხრა, აბსოლუტურად ამოვარდნილია ხოლმე ზოგჯერ ადამიანი ამ იდეა ფიქსის, მით რა ქვია, გამოდევნებით. აი თუ გამოეკიდა ამ იდეა ფიქსს, რომ მე ახლა მხოლოდ რაც მსიამოვნებს ის უნდა ვაკეთო, აქედანაც რაღაც როგორ გითხარით, იმდენად პოლარულია ეს, რომ ამოვარდნას აკეთებს რა. და შედეგი ვითომ საერთოდ სულ ერთია მისთვის ესეთ თვითმოტყუების რეჟიმში დგება. ესეც არ არსებობს. მე არ მჯერა ყოველ შემთხვევაში ამის. შეგვიძლია ვიკამათოთ თუ იმეს ეს ჯერა, რომ მხოლოდ ხელოვნება ხელოვნებისთვის კმარა. ეს იმას გავს, რომ ადამიანს საკუთარი სამყარო ყოფნიდეს და აღარ უნდადეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი. რაც ჩემი აზრით შეუძლებელია, იმიტომ რომ კონტაქტი არის განმავითარებელი, კონტაქტი არის ცოცხალი პროცესი, სიცოცხლის შეგრძნება და საერთოდ ახლა აღარ მახსოვს
გუშინ სადღაც შემხვდა, ცოტა გვიან დავიძინე და ვერ ვიხსენებ ახლა კონკრეტულად ვისი სიტყვები იყო. მე ვარსებობ, რადგან შენ არსებობო. ანუ ეს ძალიან გაპოლარულებულია ესეც არ არის მთლად. საერთოდ ყოველთვის სიკეთე, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში თუ რამე სიკეთე შეიძლება ეწოთოს, არის წონასწორობაში და არა რაღაც ექსტრემებში. მაგრამ კარგად ჩანდა არსი, რომ მე რა ვიცი, რომ ვარსებობ. მე ეს ვიცი, იმიტომ რომ ურთიერთქმედებ შენთან. ამ დროს შევიგრძნობ ჩემს არსებობას უკეთესად. ხო და ამიტომაც პროცესით სიამოვნების მიღება თუ ამ მხოლოდ იდეა ფიქსი და ეს თუ ამ მხოლოდ ასე ვთქვათ რწმენა, რომ ასე უნდა ვიყო, ესეც ამოვარდნას და წყვეტას იწვევს. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შედეგი. შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, თუ პროცესი არის სასიამოვნო და თუ პროცესში მე არ მჭირდება ნების ყოფის რაღაცა უკიდურესი გადაძაბვა, წარმოსახვების მომხობა, რომ არა უშავს აი ხა მოითმინე ეს 3 წელი და მე სამაგიეროდ რაღაცა იქნება. ეს ცოტა იმას მახსენებს კიდე სპილოს წინ, რომ სპილოს არა, ვირის წინ რომ სტაფილოა ხოლმე ჩამოკიდებული. იქით რომ მიდის და როგორია რომ დაეწევა ამ სტაფილოს, მე ვერ ეწევა. და მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ აი ამ შედეგზე ორიენტირებული ფსიქიკის, ასე ვთქვათ, გზა არის დეპრესიის გზა. რატო არის დეპრესიის გზა? იმიტომ რომ მთელი პროცესი არის უფერული, მთელი პროცესი ამ მიზნისკენ სვლის არის ტანჯვა. თან ჩვენი კულტურა ესე ამბობს, ნახე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა კულტურა. რომ იმისთვის, რომ ძალიან კარგი ბალერინა იყო, შვილი არ უნდა გააჩინო, უნდა შეწირო პირადი ცხოვრება და დედის სურვილები. იმისათვის, რომ კარგი მხატვარი იყო, მხოლოდ ხატვაზე უნდა იფიქრო და სხვა ყველაფერი უნდა დაიკიდო ფეხებზე და სხვა შემთხვევაში კარგი მხატვარი ვერ იქნები. თუ გინდა, რომ კარგი მუსიკოსი იყო, 24 შვიდზე უნდა დაუკრა. და ივარჯიშო და თუ ამას არ გააკეთებ, გადაგისწრებენ სხვები და თან 5 წლის ასაკიდან თუ არ დაიწყე ეს დაკვრა, მაინც გადაგისწრებენ და ნახეთ როგორ აი სულ შეჯიბრებითობის რაღაცა კანონით ახვევენ ბავშვებსაც და ახალგაზრდებსაც თავს ამას, რომ შეჯიბრება არის მთავარი და არ არის მთავარი. საერთოდ არ არსებობს შეჯიბრება. იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნებაზე მით უმეტეს სპორტში რა თქმა უნდა არსებობს შეჯიბრება, იმიტომ რომ არსებობს ძალიან კონკრეტული შეფასება, რა ხდება. და მუსიკაში, ხელოვნებაში, ცეკვაში და ასე შემდეგ ეს შეჯიბრი არ არის სპორტული. თუმცა აქციეს სპორტულად, მაგრამ არ არის. აი ძალიან ბევრი მუსიკოსია, ვინც რაღაც კონკურსები მოიგო, მაგრამ არავის არ გვსმენია ვინ არიან. ძალიან ბევრი კომპოზიტორია, ვინც მოიგო კონკურსები საერთაშორისო და არ გვსმენია ვინ არიან. სამაგიეროდ ეხლა პირველი რაც მახსენდება არის დებიუსი, რომელმაც რაღაც კონკურსში მეორე ადგილი აიღო. ვერ გაიმარჯვა. მახსენდება ბოდლერი, რომელმაც პოეტების კონკურსში მეორე ადგილი აიღო და საფრანგეთში, ამ ხელა კულტურაში, ამ ხელა პოეზიის და ლიტერატურის ქვეყანაში არის პოეტთა მეფე და ამ ადამიანმა აიღო მეორე ადგილი. იმ კონკურსში რაღაც გარდატეხის ასაკში მიიღო მგონი მონაწილეობა სკოლაში. და პირველ ადგილზე ვინც იყო, ისიც ვიცით, იმიტომ რომ ბოდლერმა აიღო მეორე ადგილი. ამის გამო ვიცით ის ვინ არის. ასე რომ ეს შეჯიბრების და აი ეს შედეგზე ორიენტირების ეს მწარე რაღაცა შხამი, რომელსაც გვასმევენ ბავშვობიდან, არის ზუსტად ჩვენი წარუმატებლობის და ჩვენი დეპრესიის განმაპირობებელი. ეხლა რა ხდება, როდესაც წარმატებისკენ მიდის ადამიანი ჯანსაღად და ეფექტურად, როგორ გააკეთოს ეს, ხო? პირველ რიგში სამუშაოა, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი შინაგანი ხმა, რომელიც ჩახშობილია ხოლმე გარედან წამოსული ძალიან ბევრი მესიჯ ბოქსით და საორიენტაციო ვიდეოებით და სამოტივაციო ვიდეოები და ამერიკაში განსაკუთრებით არის ამის კულტურა, რომ აი არ გინდა მუშაობა, ხო, აი მომისმინე და მე შენ მოგანდომებ და შენ მიზნისკენ რომ მიდიხარ, საკმარისად არ გინდა, აიცი როგორ უნდა გინდოდეს, რომ გახჩობენ და ყელზე რომ წაგიჭერენ და რომ იხჩობი ჰაერი როგორც გინდა, ეგრე უნდა გინდოდეს შენი მიზანი, ნახე რა. და წარმოიდგინეთ ახლა ესე რომ ვიხჩობ თავს, ეს ყელზე წაჭერა შემთხვევით არა აქვს მოტანილი იმ ადამიანს, ეს ძალიან ცნობილი ვიდეოა, სხვათა შორის შეიძლება ნანახი გაქვთ. შავკანიანი ადამიანი უხსნის, როგორ უნდა უნდოდეთ მიზნისკენ სწრაფო ადამიანებს და უხსნის, რომ აი წყალში რო გაყოფინებენ თავს და უკვე რო ფართხალებ და იხჩობი და ჰაერი როგორც გინდა, ეგრე თუ გინდა შენი მიზანიო, მაშინ მიაღწევო იმასო რა. არ ვიცი, შეიძლება ზოგჯერ მიაღწიო ეგრეც. და შეიძლება ზოგჯერ რაღაც
იშვიათი გამონაკლისის შემთხვევის დროს სიამოვნებაც იგრძნოს ვიღაცამ ამით, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად არის ასე, რომ თუ პროცესი, ანუ ბედნიერება შენებაშია და არა აშენებული თკბობაში. აი ეს პრინციპი თუ დაგვავიწყდება და ესეც ქართველის ნათქვამია, რამხელა სიბრძნეა ამაში, ხო? ეს თუ დაგვავიწყდება, თუ ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჩვენს ერთადერთ სიცოცხლეს, რომელიც ერთადერთხელ დადგა, არ ვიცით კიდე განმეორდება თუ არა და რეინკარნაცია რომც მართალი იყოს და რომც გამოირკვეს ერთ დღეს, რომ ნამდვილად არსებობს უთვალავი რეინკარნაცია, ეს კონკრეტული სიცოცხლე მაინც ერთია. მაინც უნიკალურია, ეს ზუსტად რაც ახლა ვარ, აღარ ვიქნები. მე ასეთი ვარ აქ და ამჟამად. აქ და ახლა ასე დავიბადე და ეს არის ჩემი შინაგანი ხმა, რომლის მოსმენაც მე ალბათ ღირს რო ვისწავლო. იმიტომ რომ თუ ამის მოსმენა არ შემიძლია და თუ დავყრუდი გარედან წამოსული ამდენი სამოტივაციო, ამდენი მიმართულების მიმცემი ტექსტებისგან და თუ ჩემ ხმას აღარ უსმენ, მაშინ მე ვდგავარ უკვე გზაზე, სადაც ისრები მანიშნებს, რომ ესე წადი, ისე წამოდი, ესე გააკეთე და შედეგს მიიღებ. და სხვათა შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის შინაგანი რესურსები მართლა ძალიან დიდია, აღწევენ ხოლმე ამ შედეგს. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. აი მიაღწია შედეგს რა. არ ვიცი, შეიძლება ეს შედეგი მის მშობლებს უნდათ რომ მიაღწია, შეიძლება თვითონ გადაწყვიტა რომ მიაღწია ამ შედეგისთვის და გზაზე წამება ეგრძნო, ტანჯვა ეგრძნო, მოთმენა ეგრძნო, სიცოცხლისთვის უარი ეთქვა და მხოლოდ თავის მიზნისკენ ევლო რაღაც იმით, რა ქვია, შემართებით, რომ აი თუ 5 წუთი მაინც მეგობრებზე დავხარჯე, ესე იგი საკმარისად არ მინდა ჰაერის ჩასუნთქვა, ანუ ჩემი მიზანი და აი ამ თავგანწირვაში ვიღაცა რაღაცას მიაღწევს. მაგრამ ძალიან ხშირად გადმოიხედება ესე და იტყვის, რომ ღირდა, არ მიღირდა. და მინდა გითხრათ, რომ არსებობს ესეთი გამოთქმა, დრო ფულია. რომ დრო ღირს ფული. არ არის მეგობრებო, დრო ფული. არ არის. არ არსებობს სამყაროში ფული, რომელიც დროს იყიდის. დრო არის შეუფასებელი ვალუტა. დრო, რომელიც მიდის ადამიანის ცხოვრებაში და თან მომავალი არის უცნობი. არ ვიცით, ჩვენ შეიძლება მე არ მინდა ახლა ნეგატიური ვიყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი დაგვრჩა სიცოცხლე. ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება. ჩვენ არ ვიცით სიკვდილი როდის მოვა, მემენტო მორი, ხო? და ამიტომაც დრო არის შეუფასებელი ვალუტა. მე როდესაც გეგმავრო 3 წელი არ ვიცხოვრო და მხოლოდ მიზნისკენ ვიარო, მე აქ ვრისკავ იმას, რომ შეიძლება 3 წლის მერე უბრალოდ აღარ იყოს ჩემი ცხოვრება და ეს ბოლო 3 წელიც მე გავატარე მხოლოდ რაღაც წარმოსახვითი მიზნის დევნაში და მოვიჭერი და მოვიკვეთე ყველა სხვა გზა. და ჩემი ცხოვრების პროცესის შევავიწროვე და იდეა ფიქსს გამოვადევნე კუთხში. ეს რომც ცოცხალი დავრჩე მერე და უმრავლეს შემთხვევაში ასე იქნება, მაგრამ რისკი მაქვს, რომ შეიძლება რა ვინც ის რა ხდება 3 წლის მერე, ხო? მაგრამ კარგი, პოზიტიურები ვიყოთ, მომავლის ასე ვთქვათ, გამოთვლაში სხვათა შორის ცნობილია, რომ პოზიტიური მომავალი ბანკები იყენებენ ამას წარმოიდგინეთ. ბანკს ხო ეხა სესხის გაცემის დროს პოზიტივიზმი არ უნდა კონდეს წესით, ხო? ერთი შეხედვით, იმიტომ რომ უნდა ამოიღოს ეს სესხი და ბანკი უფრო პოზიტიურად ითვლის მომავალს, ვიდრე ნეგატიურად, იმიტომ რომ კვლევებით არის ნაჩვენები, რომ ასეა. ადამიანი რესურსულია. უფრო მეტად პროგრესს გააკეთებს, ვიდრე რეგრესს. პროცენტულად ასე იქნება და ამიტომაც აღარ მოსვს ახლა ადრე მაქვს ნანახი რაღაც დოკუმენტური ფილმი, სადაც იყო აი რამდენჯერ უფრო მეტი ფულის გაცემა შეუძლია ბანკს სესხად, ვიდრე რეალურად უდევს და მგონი 5ჯერ თუ 10ჯერ მეტის გაცემა შეუძლია აი ამ პოზიტიური ფორკასტის გამო, რომ ამოიღებს რა, უმეტეს შემთხვევაში ამოიღებს, იცის ეს. ადამიანს დიდი რესურსი აქვს. კარგი ცხენია, ასე ვთქვათ, ადამიანი. კარგად ჭენაობს. ხო და აქედან გამომდინარე როდესაც ადამიანი თქვა სამომავლო ფორკასტს აკეთებს, კი 3 წლის მერე შესაძლოა მართლა გახდეს მილიონერი, ან მართლა მოიპოვოს რაღაც ის, რაც მას უნდოდა, როგორც მიზანი, მაგრამ მთელი ამ 3 წლის მანძილზე ის ოცნებობდა ამ მიზანზე. ეს ერთადერთი მიზანი განაპირობებდა მის სიცოცხლეს და ეხლა 3 წელს რომ ამბობ, არის შემთხვევები, როდესაც არის 10 წელი, 20 წელი, 30 წელი, მთელი ცხოვრება. და რომ მიაღწევს ამ მიზანს. ძალიან ხშირად ესე გადმოიხედება და ფასი არ ღირს შედეგად, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ფასი რაც გადაიხადა არის დრო.
და დრო არის ძალიან მაღალი ვალუტა, ბევრად მაღალი ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ და შესაბამისად ამ ფანატიკური დევნის დროს ამდენი ფანტაზია რო წარმოიშვა და აი $1,000,000 რომ ექნება მე უკვე თავს არასოდეს აღარ ვიგრძნობ ცუდად და სულ ბედნიერი ვიქნები და რასაც მინდა იმას ვიყიდი, როცა მინდა ისე ვიყიდი და სადაც მინდა წავალ და ყველაზე ლამაზ გოგოებს ვეყვარები და ყველაზე მაგარ ბიჭებს მოვეწონები და ჩემს სამყაროს ავაშენებ, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, აი ულევი ფანტაზია არის. და მე მოვა ეს $1,000,000 ამხელა შრომით, ეხა 3 წელი თუ გაწირა ადამიანმა თავისი ცხოვრება, რა თქმა უნდა მოვა. მაგრამ მე გამოირკვევა, რომ არ არის ეს $1,000,000 ან ნებისმიერი სხვა მიზანი, რაც ადამიანმა წარმოიდგინა, იქნება ეს, არ ვიცი, ქორწინება თუ შვილების გაჩენა თუ კარიერის აწყობა, მოგზაურობა, სხვა ქვეყანაში გადასვლა, რავი, ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ესეთი მიზანი და გამოირკვევა, რომ ესეთი ვარდისფერი და ესეთი ბედნიერი არ ყოფილა, როდესაც მართლა დადგება. აი დადგა ის ნანატრი წამი და უცებ მოდის, აი რატო ამბობენ ნეირომეცნიერები, რომ ეს არის დეპრესიის გზა. იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება. დოპამინი ვიცით, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და როდესაც ადამიანი მიზნისკენ მიდის და მხოლოდ მიზანს ხედავს, დოპამინი მატულობს და იმატებს, რომ უკეთესად მოძებნოს მიზანი. და ძალიან მაღალ დოზებს რო აღწევს დოპამინი, ხო, ცვდება მისი ეფექტი ადამიანზე, აღარა აქვს დიდი ეფექტი. და ეს 3 წლის მერე რო არის რაღაცა მიზანი დასახული და გზაზე რო არავით არის სიამოვნება, ანუ ჯილდო ისევ ესე დავარქვათ. გზაზე არავით არის ჯილდო არ არის, ჯილდო არის 3 წლის მერე. და გამოიყოფა ეს დოპამინი და ნელ-ნელა ამ 3 წლიანი თავგადასავლის მანძილზე მისი აღქმის, ასე ვთქვათ, უნარი ეცემა და ადამიანი ჯილდოს საერთოდ ვერ გრძნობს ამ გზის მანძილზე და ელოდება იმ ერთ ჯილდოს და იმას რომ მიიღებს ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოფა ეს ჯილდო. პირველი 5 წამი, 10 წამი არის, აი დაცურავს რა, ეს ბევრს გამოუცდია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ ვიცი პირობითად ნობელი თუ მოიგე, იმ წუთში ბედნიერი არ ახარ, როგორ არ ახარ. ნობელი აიღე ხელში გიჭირავს, უბედნიერესი ხარ, დაცურავ ცაში, მაგრამ ფანტაზია გეუბნება, რომ ეს ახლა ესე დარჩები შენ და არ დარჩები. მეორე დილას გაიღვიძებ და ამ ძალიან მაღალი მწვერვალიდან იმხელა დაცემა არის ხოლმე დოპამინის, იმიტომ აი ახლა რა გავაკეთო? აი ახლა რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, მოვიგე ნობელი, всё. ახლა რა ვქნა? აი ესე იტყვის ადამიანი, იმიტომ რომ მისი დრაივი იყო მხოლოდ მიზნისკენ სვლა. ეხლა რა არის და თან აქ როგორ გითხრა, კი წარმატებულია, მაგრამ წარმატებულია გარე სამყაროსთვის და რამდენად თვითონ შინაგანად გრძნობს, რომ წარმატებულია, ეგ არ ვიცი. არ ვიცი, შეიძლება გრძნობს, შეიძლება არ გრძნობს. მაგრამ ეხლა მოდი ისევ ნობელი ავიღოთ, თქო წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანი მწერალია, თქვათ. მას უყვარს წერა. და წერის პროცესი სიამოვნებს. ის თვითონვე სიამოვნებას იღებს წერით. იმაზე კი არ არის ორიენტირებული, რომ აუცილებლად ნობელი აიღოს. შეიძლება ფეხებზე კიდია ნობელი. ძალიან ბევრი ხელოვანია, ვისაც უკვე როდესაც ისინი სიამოვნების მიღებას იწყებენ თავიანთი შემოქმედებით, ძალიან ფეხებზე კიდიათ ხოლმე აღიარება. რა თქმა უნდა სიამოვნებთ და არიან ისეთი ხელოვანები, ვისაც ძალიან უნდა აღიარება, მაგალითად გალაქტიონი, რომელსაც ძალიან უნდოდა რომ ტაში დაეკრათ მისთვის ბავშვურად და საყვარლად, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, კი ავთენტურია გინდოდეს რომ ხალხმა გაღიაროს, როცა შენ საყვარელ საქმეს აკეთებ. ავთენტურია. უბრალოდ ეს არ არის ერთადერთი წყარო სიამოვნების. თუ ერთადერთია, მაშინ დეპრესიისკენ მივდივართ. მაგრამ თუ ესეც მინდა და თან ყოველ დღე რო ვიღვიძებ, უშ რა მაგარია, დღეს რაღაცებს დავწერ. ესე ვარ განწყობილი, ხო? ზოგჯერ არ ვარ წერის ხასიათზე, არ ვარ და არ მინდა. აი ნახეთ, ესეთი ცოცხალი პროცესი, როდესაც მიდის, ამ შემთხვევაში ყოველ დღე მოაქვს დოპამინის ის დოზა, რომელიც არის ჯანსაღი. და არ აქვს ეს დიდი ამოტყორცნა. და ასევე ნობელის პრემიას რო ავიღებ პირობითად წერით და მეორე დილას რო გავიღვიძებ, მე მაქვს რაღაცები საკეთებელი დღის მანძილზე. ჩემი დღე სავსეა მიზნებით, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ იყო ნობელის აღება. ჩემი მიზანი იყო თვითონ წერა, იმ პერსონაჟის ცხოვრების გადმოტანა, იმ შთაგონების გადმოთარგმნა, რომელიც მოვიდა, ის მუზა, რომელიც დამენახა, ისე მენახება დილას და ვდგები და ახლა ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ესეთი განწყობით ვარ. და ამ შემთხვევაში რომც ვერ ავიღო ნობელი,
თქვათ, რომ წარმოვიდგინოთ, ხო, რაღაცა დაფასება აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ წეღან რო თქვი, რომ აი ეს რომ თავი უნდა გაწირო და უნდა იტანჯო და ლამის ხარაკირი უნდა ჩაიტარო, რომ კარგი ხელოვანი იყო, ეს არის რწმენა. ძალიან ბევრ ხელოვანს მოვიყვან, რომელმაც შეიძლება არ ვიცი, აი როსინის მოვიყვან. როსინი იყო ძალიან ესეთი ზარმაცი ადამიანი, ცოტა ვულგარული, ცოტა კი არა საკაიფოდ ვულგარული, მას უყვარდა ჭამა, ბატონო ჩემო და რაღაც ასაკში წერდა იმებს, ოპერებს, როგორც იცით. ნახე როგორ ყვები. ოპერებს წერდა, უყვარდა ოპერების დაწერა, როგორც ჩანს, თან გამოსდიოდა ძალიან ადვილად. ყვებიან ესეთ იგავს თუ არ ვიცი რა ქვია ამას, მითოსს, რომელიც შეიძლება არ არის მართალი, მაგრამ ხო იცით, მითოს ტყუილა არის იგონებენ ხალხი. რაღაციდან ამოდის. ხო და მითოსი ესეთია, რომ დილას იწვა როსინი, სევილიელი დალაქის იმას რა ქვია, უვერტიურას წერდა, ქარმა დაუბერა, 2-3 ფურცელი გადააფრინა ფანჯრიდან და ეს დაეზარა სიცივეში სუსხში ადგომაო და 2 სხვა ფურცელი ჩაამატა. იქვე დაწერა. ანუ ახალი უვერტიურა დაწერა, იმის ნაცვლად რომ ამოეტანა ის, რაც გადავარდა რა, სხვა დაწერა. ხო, აი ესეთი მარტივი იყო მისთვის უვერტიურების წერა და საერთოდ მუსიკა. მე ერთ დღესაც მობეზდა და გადაწყვიტა რომ გამختارიყო შეფმზარეული და დაიკიდა ეს მუსიკალური კარიერა, წავიდა და დაიწყო საჭმელების კეთება. და იქაც სხვათა შორის ახალი საჭმელები მოიფიქრა. აი ესეთი ტიპაჟი იყო, ანუ ეს არ არის ერთადერთი. ძალიან ბევრია ხელოვნების სფეროში ხალხი, რომელიც ყოველგვარი თავის მოკვლის, ვენების გადაჭრის, ფიგურალურად ვამბობ და რაღაცა ტანჯვის და როგორ გითხრათ, თავის სიცოცხლის შეწირვის და ამის და იმის გარეშე აღწევენ წარმატებას და რატომ? ეხლა ბალანჩინსაც ვიტყვი. აი ხო არის ბალეტში, რომ ქალმაშვილი არ უნდა გააჩინოს, ეხლა აღარ არის, მაგრამ იყო ეგეთი რაღაც რწმენა წარმოდგენები, რომ პირადი ცხოვრება თუ გექნება, ხელოვნება ვერ იქნება, რაღაც კონტრაქტებსაც აფორმებინებენ ხოლმე მუსიკოსებს და გინდაც ვისაც გნებავთ, რომ არ უნდა კონდეს პირადი ცხოვრება, არ უნდა გათხოვდეს ის, არ უნდა მოიყვანოს ცოლი, იმისთვის რომ სტაბილურად იმუშაოს ხელოვნების სფეროში და 1000 ეგეთი რაღაც. მერლინ მონროც მახსენდება ეხლა მათ შორის, ხო? ეს არის მცდარი რწმენა წარმოდგენა. იმიტომ რომ აი მაგალითად ბალანჩინი, რომელიც იყო არაჩვეულებრივი წარმომადგენელი მუსიკალური სამყაროს, კერძოდ ბალეტის, მან სპეციალურად დაწუნებული მუსიკოსები, დაწუნებული მოცეკვავეები შეკრიბა თავისი დასისთვის და დაწუნებულები სხვადასხვა რამის გამო, სხეულის პარამეტრი ან რა ვიცი მოძრაობის პარამეტრი და ასე შემდეგ. ცეკვაში არის 1000 ესეთი თავის ტკივილი. და მათგან შექმნა ისეთი დასი, რომ თელ სოფლიოში გაითქვა სახელი. და ნახეთ აქ რა არის ნაჩვენები. კრეატივის დროს არ არსებობს ცუდი მასალა. არსებობს მაღალი კრეატივი, რომ ნებისმიერ მასალას შეუძლია შექმნას უნიკალური სამყარო და ეს ესეა. ნებისმიერ იმ დაწუნებულ მუსიკოს შეუძლია ისეთი სიტყვა თქვას მუსიკალურ სამყაროში და გინდა მხატვარს და გინდა მოცეკვავეს თუ თავისი შინაგანი ხმა იპოვა, იმიტომ რომ ეს შინაგანი ხმა არის უნიკალური. მაგრამ თუ ეხა გამოედევნა გარეთ არსებულ რაღაცა პარამეტრებს, კი იქ შეჯიბრია. გაუცოთ შეჯიბრი იქნება, მაგრამ დიდი ახალი არაფერი არ დაიბადება. ამ შეჯიბრის დროს იქნება აი სტატუსების მინიჭება, ვინ მოიგო კონკურსი, ვინ აიღო დიპლომი, ვინ მიიღო მაღალი ქულა და ასე შემდეგ. და ამიტომაც მე სხვათა შორის მე თან მუსიკალური სფეროდან რო ვარ, კარგად ვიცნობ მაგ სფეროს. ის ხალხი, ვინც ეს ყველა ნორმატივი დააკმაყოფილა და ზუსტად იმ სიჩქარით დაუკრა და ისეთი ტექნიკით და სადაც პიანო ეწერა, პიანო აიღო, სადაც ფორტე ეწერა, ფორტე აიღო. არ ვიცი, ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა. მოიგო კონკურსები, რაღაც გახდა პროფესორი, ესქნა, ისქნა. და მე უცებ გამოჩნდება ხოლმე, არ ვიცი, ვიღაცა ქუჩის მუსიკოსი, რომელმაც თვითონ ისწავლა დაკვრა. და რაღაცა თითი არასწორად უდევს, ფეხი არასწორად უდევს, ბგერა ამაღლებულია, სადღაცა დადაბლებულია, რაღაცეებია რა, აი ამ პარამეტრებით რო გადახედო. რა ხალხი უსმენს, ძალიან ბევრი ხალხი უსმენს და აქვს წარმატება და ლიწინით მიდის რა, მისი ცხოვრებისეული და პროფესიული წარმატება იმ გაგებით, რომ ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს, ქუჩაში უკრავს შეიძლება. და ბევრად ცნობილია, ვიდრე ეს აკადემიური ვიღაც ტიპი და ეს გამოვა და აი ნახეთ რა ხდება, აი როგორი დევალვირებული ადამიანების გემოვნება. ნუ ამას ფრუსტრაცია აქვს, რომ ამ ხელა შრომა ჩადო, ამ ნორმატივებს გამოეკიდა,
იქ აიღო ის, რა ვიცი, პრიზები თუ რაღაცები და მოიხედა და ეს ქუჩის მუსიკოსი, რომელმაც, რა ვიცი, 2-3 თვე იწვალა ინსტრუმენტზე და ტექნიკა იმას არ აქვს, რა ვიცი, ფრაზა იმას არაფერი არ აქვს ამ პარამეტრებით, მაგრამ რაღაცას ქმნის ისეც, რომ ხალხი უსმენს. სცენაზეა ტიპი. ხო და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. თუ შინაგანი мотиваცია იქნა და კი გარეგანი დაფასების სურვილიც, რა თქმა უნდა. ორივე, აი ამ შემთხვევაში მოდის წარმატება. მეცაც გიტყვი, კონკურენცია არ არსებობს, იმიტომ რომ უნიკალური ხარ, რაცაც გინდა მოკიდე ხელი, თუ შენ შინაგან ხმას ისმენ და ყრუ აღარ ხარ მის მიმართ, რაღაც ისეთ უნიკალურს ქმნი, რასაც მეორე სხვა ადამიანი მაქსიმუმ მიბაძვა არის ხოლმე, ხო? და არც შენს ფსიქოემოციურ სხეულს იზიანებ იმითი, რომ არ ვცხოვრობ, რაღაც გვერდზე მაქვს გადადებული და სტაფილოს მივდევ, ესე აღარ არის, აქ და ამჟამად ვარ აქტიურად ჩემს საყვარელ საქმეში და იცი რა, გამიხარდება თუ დამაფასებენ, მაგრამ თუ არ დამაფასებენ, მე და ჩემი საქმე თვითონ დავიფასებთ თავს რა. ესე ვარ განწყობილი, ხო? ისევ ვახსენებ უზნაძის გენიალობას აქ. რა ადვილია თან ადამიანისთვის განწყობის შემოbrunება. აი საკმარისია კარგად იქნას გააზრებული და გაცნობიერებული ის განწყობა, ის მომწამლელი განწყობა, რაც მაქვს. და შემდეგ იმისი შეგრძნების და გააზრების, გაზიარების სხვასთან შემდეგ უბრალოდ კრეატიულად შევცვალო ის. და სხვა განწყობაზე გადავიდე და წინასწარ განვეწყო, რომ აი ხვალ, ან რა ვიცი, ახლა აი აქ და ამჟამად ამიერიდან რაც წამოვა, აი მოდი ესე მიუდგები. და რილაქს ესეთით საჭირო და თავისით ამოდის მე ეს განწყობები. განა ახლა მე აქ მენტალური ენერგია მეხარჯება, არა, მე ჩემ თავს რაღაცა რომ ვასწავლე და რაღაცა განწყობის იმაში რომ ჩავერიე, ასე ვთქვათ და ჩემი ცნობიერებით ის დავსვი უკეთეს, ასე ვთქვათ, ჩემთვის უფრო ოპტიმალურ ფორმაში მოვიყვანე, გაეშვა ისევ პროგრამა და ეხლა უკვე აი ამ ახალი დააპდეითებული პროგრამით ვეკონტაქტები გარე სამყაროს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი. ამიტომ იყო უზნაძე გენიოსი. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ესე ჰოპ და ვაკეთებ, ეს ძალიან რთულია. თვითონ უკვე ცხოვრებისეულ წესს გულისხმობ, ესეც არ იქნებოდა სწორი განწყობა. კარგი განწყობა არის, რომ მოდი ნაბიჯ-ნაბიჯი. ერთი პატარა ნაბიჯით დავიწყებ. აი ამ ცვლილებას. ანუ თქვათ, არ ვიცი, თუ ორკესტრში ვზივარ და ვარ მუსიკოსი და ყელშია უკვე ერთი და იგივე სკეთება, ან შემომწონს ეს ერთი და იგივე სკეთება, მაგრამ ვტკეპნი და წინ ვერ მივდივარ. დღეში არ ვიცი, რაღაც 9:30 საათი, მოდი რაღაცა ჩემს უნიკალურს მოვძებნი, მოусმენ. ის აუცილებლად არის აქ. მათემატიკოსი იყავი, ან ფიზიკოსი, სულ ერთია ვინ ახარ. მე უბრალოდ მუსიკიდან მომყავს მაგალითი, იმიტომ რომ ვერ გვევი კარგად მუსიკის სფეროში და ეხა ფიზიკა, მათემატიკა მე ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან სიამოვნებდა და მიზიდავდა. მათემატიკა განსაკუთრებით, ხო და. ნუ ალბათ მასწავლებლის გამო. ხო და ამიტომაც ეს ლაივი მინდოდა ჩამეწერა ვინაიდან ძალიან ბევრი უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანი რაღაცნაირად როგორ გითხრა ფლანგავს თავის სიცოცხლეს თუ წირავს თავის თავს დეპრესიისთვის და რაღაცნაირი როგორ გითხრა დიდი ფრუსტრაციებისთვის, როდესაც გამოედევნება მხოლოდ მიზანს და კარგავს დღევანდელ დღეს, რომელიც ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ვან გოგი როდესაც ხატავდა ვარსკვლავიან ცას. ის ელოდა, რომ ჩვენ ყველანი მას ტაშს დაუკრავდით, ამის გამო ხატავდა? მოდი აბა გულზე ხელი დაიდეს და თქვით, ეხლა რა საქმესაც თქვენ აკეთებთ? რისთვის აკეთებთ მას? ხელფასისთვის, კარიერული წინსვლისთვის, ფინანსური სტაბილურობისთვის, იმისთვის, რომ გაღიარონ ან ტაში დაგიკრან. ეს ყველაფერი ადამიანურია, განაცუდია. უბრალოდ ამ პოლუსში ყოფნა, თუ იქ არ არის, რომ კონკრეტულად ის საქმე, რა კაი საქმეა, სიამოვნებს ნახე. მე მომწონს. აი მაგალითად მუშაობ, არ ვიცი, უსახლკარო ხალხის დაპყრობის რაღაცა სერვისია, ხო? და გარდა იმისა, რომ მე აქ თქვათ ვიღაცები მეუბნებიან, რომ დედა რა კეთილი ხარ და რა კარგი ხარ, მე თვითონ სიამოვნებს ამ ადამიანების დახმარება, როდესაც ცხელს უსხავ, პირობითად.
ან არ ვიცი, ხელფასს მიხდიან და იმიტომ ვარ ჰუმანიტარულ რაღაცა საზოგადოებებში და ეხა ხო იყო ერთი სკანდალი, რომ წითელი ჯვრის დახურვა უნდათ, იმიტომ რომ კრიტიკა ესეთი იყო, რომ ძალიან ბევრი ხალხი აქ უბრალოდ ფულისთვის არის. ნახე, დაიკარგა მთავარი. ანუ мотиваცია, ბევრი რო არ გავაგრძელო და რის გამოც მე არ მიყვარს behaviorism, როგორც მიმართულება არის ორნაირი. behaviorism ამბობს, რომ ჩვენ ვამოტივირებთ ადამიანს გარედან. მარცხნივ წავიდა დაისაჯა, აღარ წავა მარცხნივ. მარჯვნივ წავიდა კამფეტი დახვდა, წავა მარჯვნივ. რაღაცა დონეზე ეს მუშაობს. მაგრამ ეს რომ მართლა მუშაობდეს, პენიტენციური სისტემები გადაჭედილი არის დამნაშავე ხალხით, ხო? ეს რომ მუშაობდეს, რომ მარცხნივ წავიდა დავსაჯეთ და გამოსწორდა, ჩვენ ამდენი კრიმინალი აღარ გვეყოლებოდა დედამიწაზე. ნამდვილად. იმიტომ რომ აჰა მარცხნივ წავიდა დაისაჯა და всё, გამოფხიზ და იცის რომ ეხლა მარჯვნივ უნდა იაროს, რომ კამფეტი დახვდეს იქ. არ ხდება ეგრე, მეტიც. სადაც სიკვდილით დასჯა არის, იმ შტატებში მეტი კრიმინალი ხდება. ანუ პირდაპირ ამბობს ადამიანი, რომ ჩემთვის გარეგანი мотиваცია არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი. გარედან წამოსული мотиваცია ყვირის პირდაპირ ადამიანის ფსიქიკა. ეს ჩემთვის სულ ერთია ლამის რა. რაღაც დონეზე ცოტა ხანი ვიჯერებ და მივყვები და მერე პროტესტი მოდის. წინააღმდეგობა მოდის, ბრაზი მოდის, ფრუსტრაცია მოდის და მართალია ეს. გარედან როგორ შეიძლება იყოს მხოლოდ мотиваცია და მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი мотиваცია შინაგანი. ეს როჯერსსაც აქვს მე მგონი ამაზე. ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომ პატარა ბავშვები ჯილდოს გამო არ ხატავენ, ჯილდოს გამო არ ცეკვავენ, ჯილდოს გამო არ სვავენ 1000 კითხვას მეცნიერულს. ხო, მართლაც საოცარია რამდენ კითხვას სვავენ და როგორ ყველაფერი აინტერესებთ და სწავლობენ. ჯილდოს გამო არ იდგამს ადამიანი ენას და ლაპარაკს არ იწყებს. ხო, ეხლა უცხო ენა რო ისწავლო, მაგალითად, ალბათ რაღაცაში გჭირდება და ასე ისწავლი და პატარა ასაკში ვინმე რამე ჯილდო შექმპირდა ენა რო ამოიდგი, არა და რამხელა გარღვევაა, ხო? ანუ შინაგანი დრაივი არსებობს, ადამიანი ბუნებრივად არის კრეატიული, მეცნიერი არსება. ეს გარეგანი ჯილდო და წახალისება კლავს ამ შინაგანს ხოლმე, სამწუხაროდ. და სკოლაც რა არის? რაღაცა 12 წელი ნიშნები მიწერეს, ხო? ეს treatment ქართულად არ ვიცი როგორ თქვა ახლა. ეს მოპყრობა გამოვიარეთ ყველამ და ჩვენი ფსიქიკა სამწუხაროდ მოერგო ამას. თუმცა შეგვიძლია რომ განწყობა შევიცვალოთ და პატარ-პატარა ნაბიჯებით. პატარა ნაბიჯი რეალურად ძალიან დიდია ხოლმე. ბავშვი ენას რო ამოიდგავს, ჯერ ერთ სიტყვას ამბობს, მაგრამ რამხელაა ის ერთი სიტყვა, ხო? აი ზუსტად ასე მიუდგეთ ჩვენ თავს, რომ პატარა სივრცე შეიქმნას, სადაც მე ჩემს შინაგან мотиваციას მოусმენ და არა გარეგანს. აი ამ დიდ სიამოვნებას გისურვებთ ყველას. ისე ახლა ვაკვირდები, რომ ყველა ლაივს რაღაცა სურვილით ვასრულებ, რომ ამას გისურვებთ, იმას გისურვებთ და ერთი უნდა დავფიქრდე, რას ცდილობს ჩემი გაუცნობიერებელი ფსიქიკა ამით. საინტერესოა.